გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობარო. შენ ახლა თბილელეთის ჯადოსნურ კარიბჭესთან დგახარ. მოდი ერთად გავაღოთ ის და შევაბიჯოთ ფერად, კეთილ და სიყვარულით სავსე სამყაროში. აბა მზად ხარ? თბილელეთში შემოდგომის მზიანი დღე გათენდა. ბაჭია ბაჭო ტყის ბილიგზე სეირნობდა და ფუმფულა ლოყებითა და ცნობის მოყარე თვალებით ცაში იხედებოდა. მზე ისე კაშკაშებდა, თითქოს გრძნობდა, რომ დღეს რაღაც საოცარი უნდა მომხდარიყო. და აი მართლაც, იცით რა მოხდა? ბაჭომ ცაში მფრინავი ბრჭყვიალა ალბომი დაინახა. ალბომი მიწაზე დაეშვა, თავისით გადაიშალა და იქიდან ულამაზესი ფერია ამოფრინდა. ბაჭოს სუნთქვა შეეკრა გაოცებისგან. ფერიას ცისფერი კაბა ეცვა და თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა. ის ფრთხილად მიფარფატა ბაჭოსთან და უთხრა: გამარჯობა ბაჭო, მე ბავშვების დაბადების დღეების ფერია ვარ. ეს კი ჩემი ჯადოსნური მფრინავი ალბომია. მასში თითოეული ბავშვის ისტორიაა შენახული. იცი დღეს 15 ოქტომბერია, განაგრძო ფერიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დაბადების დღე აქვს ერთ შესანიშნავ გოგონას, სახელად ევას. ნახე როგორ ის საყვარელი და ლამაზი გოგონაა ბაჭო. ევა არის ულამაზესი, ძალიან თბილი, ჭკვიანი, ყურადღებიანი, ნიჭიერი, სხარტი, მოხერხებული და მეგობრული გოგონა. ის ცხოვრობს ქუთაისში და სწავლობს 36 საჯარო სკოლის მეორე კლასში. ევას ყავს უსაყვარლესი ლელა მასწავლებელი და კლასელები, რომლებიც ძალიან უყვარს. რა საოცარი გოგოა და თან როგორი ლამაზი სახელი ჰქვია, თქვა ბაჭომ და ევას ფოტოების დანახვისას გულის სიხარულით აევსო. ფერიამ, თხოვ კიდევ მიამბია მუსაყვარლეს გოგონაზე რაიმე რა, სთხოვა ბაჭომ. ფერიამ გაუღიმა. კარგი ბაჭო, გიამბობ, ოღონდ კარგად მომისმინე. ევას ყავს დედიკო, მამიკო და დაიკო სახელად სესილი. ნახე როგორი საყვარლები და ლამაზები არიან ოთხივე ერთად ბაჭო. ჩვენი ულამაზესი ევა ძალიან მხიარული გოგონაა. მას ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კნუტები. მისი საყვარელი ფერია ვარდისფერი. ევას უყვარს სიმღერა და ცეკვა. ის მღერის სტუდია მერლიში. აქ ევაკო სტუდიის მასწავლებლებთან, ჟანეტთან და მედოსთან ერთად არის გადაღებული. ეს რა საოცარი გოგონა გამაცანი ფერია, თქვა ბაჭომ და შემდეგ განაგრძო. იცი, რადგან ევას ძალიან უყვარს კნუტები, მე გადავწყვიტე თბილელეთელ ფისუნიანიასთან წავიდე და მასზე ვუამბო, ჩვენ ერთად მივულოცავთ მას დაბადების დღეს. ბაჭია და ფერია ერთმანეთს გამოემშვიდობდნენ. ბაჭო მივიდა ფისუნიას სახლთან. ნია მოწყენილი იჯდა. რა გჭირს ნია? კითხა ბაჭომ. ბაჭო, დღეს ძალიან მოწყენილი ვარ. დილიდან ძალიან მინდა რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო, ვინმე გავახარო, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა, ამიტომ ძალიან მოვიწყინე, უპასუხა ნიამ. ნია, მე ზუსტად იმიტომ მოვედი შენთან, რომ მინდა რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ ერთად, გაუღიმა ბაჭომ. ნია ნახე, ეს არის ევა, 7 წლის. მას დღეს დაბადების დღე აქვს. მას ძალიან უყვარს კნუტები, ამიტომ მომინდა შენთვის მისი ამბის გაზიარება. არ გინდა სიხარულით სავსე დღე მოუწყოთ ამ უსაყვარლეს გოგონას და ერთად მივულოცოთ დაბადების დღე? აბა რა სიტყვი? შესანიშნავი იდეაა ბაჭო, სიხარულით უპასუხა ნიამ და თვალები გაუბრწყინდა. ბაჭომ და ნიამ მთელ თბილელეთს გააგებინეს ევას შესახებ. შემდეგ მათ ევას საყვარელი ფერის ბუშტების დაბერვაც დაიწყეს, რათა დღე ქალაქის ადრესასწაულოდ მოერთოთ. ბელოს დედიკო ყველაზე კარგი მცხოვრებელი იყო მთელს თბილელეთში. სწორედ მას ჩააბარეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ევას დაბადების დღის ტორტის გამოცხობა. ბელო როგორც ყოველთვის დედიკოს მთელი გულით ეხმარებოდა. ნიამ და ბაჭომ მოულოდნელად გზის პირას მჯდარი, მოწყენილი კუდა დაინახეს. კუდა რა მოხდა? თბილად კითხა ბაჭომ. კუდამ ჩუმად უპასუხა. იცი ბაჭო, ევას ტორტის სანთელი დამეკარგა. არადა თბილელეთელებმა ისმე ჩამაბარეს. ახლა რა უნდა ვქნათ? ეს ხომ ჯადოსნური სანთელი იყო. მოულოდნელად ფრთების შრიალი გაისმა. მათთან ლურჯი ჩიტუნია მიფრინდა და უთხრა: არ ინერვიულო კუდა, მე ვეცდები ცოტათი ზემოთ ავფრინდე, იქიდან გადმოვხედავ ბილიკებს და სანთლის მოძებნაში დაგეხმარებით. ბაჭომ და ნიამაც დაამშვიდეს კუდა და უთხრეს: შენ მარტო არ ხარ კუდა, სანთელს აუცილებლად ვიპოვით და ჩვენს უსაყვარლეს ევას აუცილებლად გავახარებთ. ჩიტუნია ცაში აფრინდა, ის ზემოდან გადმოყურებდა ტყეს. კუდა ფოთლებს შორის ეძებდა სანთელს, ბაჭო და ნია კი ბილიკებს აკვირდებოდნენ. მოულოდნელად ერთ პატარა გუბესთან ჩიტუნიამ დაინახა რაღაც, რაც მზეზე ბრწყინავდა.
აი იქ არის სანთელი ვხედავ, წამოიძახა მან და გუბესთან ჩამოფრინდა. კუდა, ნია და ბაჭოც ამ ადგილისაკენ გამოიქცნენ. კუდამ სანთელი აიღო ხელში და გულთან მიიკრა. მას თვალები სიხარულისგან უბწყინავდა. რა კარგია, სანთელი ისევ ჩვენთანაა. მადლობა, მეგობრებო, ახლა კი გავიქცეთ სწრაფად, ტორტი უკვე გამოცხებოდა, თქვა გახარებულმა კუდამ. სულ ბოლოს მეგობრებმა ჯადოსნური სანთელი ტორჩი ჩაასკუპეს. ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ევას მიმართეს. ევა, ჩვენო უსაყვარლესო და ულამაზესო გოგონავ, გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ლაღ, ბედნიერ ბავშვობას და ნათელ წარმატებულ მომავალს. ყველა ოცნება აქ სრულებოდეს. მუდამ გჯეროდეს საკუთარი თავის და არასოდეს დაგავიწყდეს ის, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. ძალიან გვიყვარხარ.